საყოველთაო ცენზურა აზრის გამოხატვის გამო გრძელდება. მოქალაქეებს ისევ ასამართლებენ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების, კომენტარებისა თუ სტატუსების გამო, რომლებსაც სქროლვისა და სკრინვის სამმართველო აღწერს და ამის საფუძველზე ოქმებს ადგენს. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა 3 პროცესი და დარჩენილია 1. ძირითადად მოქალაქეებს ოცნების წარმომადგენლებისა და მასთან დაახლოებული პირების შეურაცხყოფის გამო ასამართლებენ, მაგრამ მოჩვენებითი ბალანსის დასაცავად ჯარიმებს უწერენ ოპოზიციის წარმომადგენლების შეურაცხყოფის ბრალდებითაც. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მომჩივანი საერთოდ არ არსებობს. დია ბაძაღუ აკვირდება ამ სხდომებს, დეტალებს მისგან გავიგებთ ის თბილისის საქალაქო სასამართლოდან გვერდება. საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული შეურაცხყოფის საბაბით მოსამართლე ნინო ენუქიძემ მწერალი ბექა ქურხულის 3000 ლარით დააჯარიმა. კონკრეტულად მას ედავებოდნენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერიდან ამოჭრილ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. გარდა ამისა, მის მიერ დაწერილ პოსტს, რომელიც გამოქვეყნებული იყო მისსავე პირად Facebook გვერდზე, რომელიც ეხებოდა გია გაჩეჩილაძეს, სწორედ მას მიმართავდა ბექა ქურხული. გაზიარებული ჰქონდა მას გია გაჩეჩილაძის გადაცემის ლინკი, რომელშიც ბექა ქურხულის თქმით ის შეურაცხყოფას აყენებდა 4 შვილის დედას, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას და ამიტომ დაწერა მან აღნიშნული პოსტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას. თავად ბექა ქურხული ესწრებოდა პროცესს, მან შეკითხვაც დაუსვა პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმომადგენელს იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, რამდენად კორექტული იყო, როდესაც პარლამენტში მაღალი თანამდებობის პირები ერთმანეთს აყენებდნენ შეურაცხყოფას, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უთხრა, რომ ამ კონკრეტულ საქმესთან ეს კითხვა არ იყო შემხებლობაში, ამ შესაბამისად არც უპასუხია. სხდომის დასრულების შემდგომ ჩვენ ვესაუბრეთ როგორც იურისტს, ასევე თავად ბექა ქურხულს იურისტი ამბობს იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის იმ ფარგლებში არ ჯდებოდა და ბექა ქურხულის მიერ გამოხატული პოზიცია, რაც არის გამოხატვის თავისუფლებაში. საერთოდ არ მიყვარს რა არავის ხელის დადება. როდესაც გადაცემაში რის პასუხათაც დაიწერა ეს სტატუსი, შეურაცხყოფას აყენებენ და აგდებით იხსენიებენ ქალბატონ ელენე ხოშტარიას, პოლიტპატიმრებს, ტიუშენის პატიმრებს და საერთოდ რაც ხდება ყველაფერი გადასარევად ვიცით, მე მაქვს შესაბამისი რეაქცია. ივანიშვილზეც იყო ლაპარაკი, ეგ პირველზე უკვე ვილაპარაკეთ, რომ ესენი ვაჭრები არიან და მეომრების არემსმით ვაჭარია ივანიშვილი და ყავს თავისი ნოქრები. ეს იყო თავი ბოლო შეურაცხყოფა. ჯარიმაც არ არის პრობლემა, კიდე 3000 იქ 25000 თუ რაღაცა მაქვს, თუ მეტი კიდე ის ჯარიმა დაემატება და მორჩა მაინც დაყადაღებულია. როდესაც ამ შემთხვევაში კომენტარები არის მიზანმიმართული შეურაცხყოფელი სახის და ემსახურება მხოლოდ შეურაცხყოფას, არ არის ინფორმაციული ხასიათის, არ ემსახურება კრიტიკას, არ არის საჯარო დებატების ნაწილი. ამ შემთხვევაში შეიცავს უკვე სამართალდარღვევის ნიშნებს, ხდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და შესაბამისად დგება ოქმი კონკრეტული პიროვნების მიმართ. სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა 166 მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან მან საჯარო სივრცეში სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კერძოდ მის პირად გვერდზე, საჯარო ხელმისაწვდომის პოსტზე გავრცელა ვიდეოს სახით კომენტარი, სადაც აყენებდა შეურაცხყოფას და გარდა ამისა, მის პირად გვერდზე ასევე გავრცელებული იყო პოსტის სახით შეურაცხყოფელი კომენტარი ბატონი გია გაჩეჩილაძის მიმართ, შესაბამისად შედგა მის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი. ეს არ იყო ერთადერთი ადმინისტრაციული საქმე, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დღეს მამუკა ჭოხონელიძე პაპუაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების საბაბით დააჯარიმეს 4000 ლარით. გარდა ამისა 3 საათზე ჩანიშნულია მოქალაქე ბესიკ ანდღულაძის პროცესი, რომელსაც ედავებიან ქართული ოცნების დეპუტატის ეკა ჭიჭინაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს მოჩვენებითი ბალანსის შენარჩუნებას და იმართება ხოლმე პროცესები, როდესაც ოპოზიციონერებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან კონკრეტულ პირებს და ამ შემთხვევაში დღეს ასეთი მაგალითი იყო, მაგალითად გივი ბერიაშვილი ანი წითლიძისთვის შეურაცხყოფის მიყენების საბაბით დააჯარიმეს 2000 ლარით. საინტერესო ამ საქმეებთან დაკავშირებით არის ის, რომ ძირითად შემთხვევაში არ არსებობს მომჩივანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლებამოსილება იმისა, რომ თავად გადაწყვიტოს თუ რა არის შეურაცხყოფა და ვინ ვის მიაყენა შეურაცხყოფა, რის შემდგომაც უკავშირდებიან მხარეებს და ადამიანებს იბარებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში და პრაქტიკა აჩვენებს, რომ მათ ძირითად შემთხვევაში ცნობენ სამართალდამრღვევად და აკისრებენ ჯარიმის გადახდას.